ეს არის ჭადრაკის ფიგურები, რომლის სახელებიც ადრე სულ სხვა რამე იყო. ხო, რაც შეეხება მეფეს და პაიკს, მათ სახელები არ აქვთ შეცვლილები და რაც არის თამაში გამოგონილი, მათ მეფე და პაიკი ჰქვიათ მაინც. ხო, ეტლს ცოტა უცნაური სახელი აქვთ, რო გითხრათ. ჩვენ ვიცით კოშკი, რომელიც ის საერთოდ მთელი სასახლე არის. არა და მას თავიდან ერქვა პურა. ხო, ეს სასახლე რო იყო, სასახლე რო არის ახლა საოცარი, თავიდან სულიად გარეული ცხოველის სახელი ერქვა. შემდეგი არის კუ. ჩვენ ვიცით დიაგონალზე მოსიარულე, რომელიც ძალიან ცბიერი არის ხოლმე ხანდახან. ის თავიდან იყო ოფიცერი. ჩვენ გვახლავს ყველაზე ძლიერი ფიგურა სახელად ლაზიერი, რომელიც ყველაზე ძლიერია. და მე პოსტით დავდი ადრე, რომ კომენტარებში დაწერეთო დაუძახო თუ არაო მას დედოფალი. და ხო, სწორედაც მას ადრე ერქვა დედოფალი. და არც კი ვიცი რატომ შეცვალეს მის სახელი, იმიტომ რომ რა ვიცი რა, მეფის ცოლია ეს ფიგურა. ხო, შემდეგი არის მხედარი, რომელიც დახტის აქეთ-იქით, როგორც ცელქობს. და ხო, მის სახელი დიდად გასაკვირიც არ არის, რო გითხრათ. იმიტომ რომ მის სახელი ადრე იყო ცხენი.